პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. ორივე ბრალდებული ერთი სტრატეგიით მოქმედებდა, ითხოვდნენ კომისიის წევრთა მოწმედ დაბარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის აცილებას. მარიამ ქართველიშვილი გვერდება მეტი ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. საგამოძიებო კომისიის წევრების სასამართლოში გამოკითხვა უარის შემდეგ მოსამართლის აცილება, ბოლოს კი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. ხაზარაძე ჯაფარიძე საკუთარ ბრალდების საქმეში შეიძლება ითქვას იდენტური ტექსტებით, განცხადებებით და მოთხოვნებით იყვნენ წარმოდგენილნი. ორივე პროცესზე მთავარი არგუმენტი ჰქონდათ არჩევნების გაყალბება, რითაც ცდილობდნენ ემტკიცათ, რომ კომისია იყო არალეგიტიმური. თუმცა პარადოქსია, მომდევნო შუამდგომლობაში ითხოვდნენ ამავე კომისიის წევრების სასამართლოში დაკითხვას და მათთვის იმის კითხვას, თუ რატომ და რა მოტივით დაიბარეს ლელოს ლიდერები კომისიაზე. სასამართლოს დარბაზიდან, როგორც აღმოჩნდა, მამუკა ხაზარაძისთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უფრო კომფორტული აღმოჩნდა. ამავე სხდომაზე ლელოს წევრმა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ მოსამართლე წყობიდან გამოიყვანა. რაზე უწევთ? ხო, თქვენ უწევთ, ჩემთან, ხო, პირველად გეუბნებით, ქართული არ გესმის? რასეულს? დასაკუთრებულ განჩინებას განმოგცემთ. მე გადმოვეცით, მაგრამ მე შუამდგომლობას ვაყენებ. დააყენე მე არ ვიცითო საფუძველი, გითხარი განმოგცემ, რომლის გასაჭიროებაა. ჩემთვის გაურკვეველია თქვენი საფუძველი, სამართლებრივი უარი გაურკვეველი განმოგეცემა. და რატომ ეჩხუბებით, ვერ გავიგე. რატო ხიზდება? რამდენჯერმე გითხარი და დროებას მოუხდა, ოჯახის გეიყო გუში თუ გუშიტი. წესიერად მოიკეთე. მე რა შუაშია? ოჯახის შვილები, გეუბნები წესიერად მოიკეთე. მაგალითად საუბრობდა ცოტა ზოგი. ხმა მაღალია, ბატონო მოსამართლე. ისაუბრეთ. ხო და მე ვსაუბრობ. აგვარი ბრძანდები. სამუშიო. მე გელოვანი ვარ და წესიერად მოიკეთა. ჩვენ დავტოვეთ პოლიტიკური მოსრების გამო, დავტოვეთ პარლამენტი. იმიტომ რომ ამ პარლამენტმა და ამ ქართულ მოსრომ მოიპარა ქართულ საქართველოში ხმები. თუ მე მიბარებთ და ბრალდებლად წამიყენოთ, თუ ესე თქვა, გადაწყვეტილება მიიღოთ ბრალდთან დაკავშირებით. რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი? საგამოძიებო კომისია არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნას. უკანონო კომისია მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. თუ უკანონოა, მაშინ რატომ ითხოვდით ამ ადამიანების გამოკითხვა? იმიტომ რომ მათი მოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი არის მოწმეებად. ვინაიდან დაცვის მხარეს რაიმე დოკუმენტი უშუალოდ ხსენებულ პირებთან დაკავშირებით არ გააჩნდა, ასევე ის გარემოება, რომ მათ არ ყავდათ ეს პირები გამოკითხული, მასთან არ ჰქონდათ შესაბამისი გასაუბრების ოქმები გაკეთებული, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მათი დასაკითხვითესიდან ამ რიცხვასთან დაკავშირებით, რაც გაიზიარეს სასამართლომ და ამ რიცხვა ხსენებული პირები დასაკითხვითესიდან. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთადერთი გულშემატკივარი კოლეგა ოპოზიციონერებიდან მხოლოდ ზურა ჯაფარიძე იყო, რომელიც საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო გირაოს გადახდას არაპირებს, განსხვავებით ხაზარაძე ჯაფარიძისგან, რომლებმაც პატიმრობისგან თავი 50,000 ლარიანი გირაოთი დაიცვეს. მადლობა მარიამ, ეს მარიამ ქართველიშვილი იყო. და ახლა ვატიკანი